მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ და თქვენ უყურებთ ფორმულას ღამის პოლიტიკურ თოქ-შოუს. რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი და გეოპოლიტიკური ტრაექტორიის კორექტირება ერთი კაცის ფულის ბედზე აღმოჩნდა დამოკიდებული, გადაცემას ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და განჩინებაზე ბიძინა ივანიშვილის პრე და პოსტ რეაქციებზე საუბრი დავიწყებთ. ასევე ვისაუბრებთ ოპოზიციის განცხადებებზე, რომელიც ბოლო ხანებში რაიმე დიდი ერთიანობის შანსს საგრძნობლად აბუნდოვანებს და უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე. რუსების კმაყოფილი ტონი იცვლება, რუბიოს ევროპელებისა და რაც თავარია უკრაინელი ლიდერების განწყობა სულ უფრო ზომიერად ოპტიმისტური ხდება. გადაცემის სტუმრები დღეს იქნებიან ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი, გეოლოგი, პროტესტის აქტიური მონაწილე გიორგი გოცირიძე, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი საზა ბიბილაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი. გაერთიანებულ სამეფოში ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო მოიგო, მაგრამ შესაძლოა მან ეს 6,7 მილიონი დოლარი ვერ მიიღოს. Deep State-ის შესახებ მითების მიღმა რეალობა ისაა, რომ ოლიგარქი სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და სწორედ ეს ხდის საეჭვოს ივანიშვილმა ამ თანხით სარგებლობა რომ შეძლოს. გავიხსენოთ, რატომ დაუწესეს ივანიშვილს სანქციები. აღმასრულებელი განკარგულების საფუძველი შტატებმა ასე განმარტა. პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა პირდაპირ ან იყო ჩართული ან სცადა ჩართული იყო ქმედებებსა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ. პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან მის სასარგებლოდ. ივანიშვილი არც ბრიტანულ სანქციებს გამორიცხავს, რაც შეეხება უშუალოდ საქმეს. სასამართლომ უარყო კრედიტ სუისის შვილობილი კომპანიის საჩივარი, ამრიგად ძალაში დარჩა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს ზარალი უნდა აუნასხაუროს. გაერთიანებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურას წიქვაძემ გავრცელა. სწორედ ამავნებლური უსამართლო და ყაჩაღური დამოკიდებულების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს არნაირი მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. უფრო მეტიც, ვინც მას არარსებული რუსული ინტერესების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად ხედან რუსეთთან ერთმაგიდაზე და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ. გავა კიდევ რამდენიმე კვირა და დიდი ალბათობით ამერიკის შეერთებული შტატები თავად აღადგენს რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირ ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს. ამის შემდგომ კი კიდევ უფრო კომიკური გახდება ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის სანქციები და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, რუსული ინტერესის გატარება. შეთქმულებების თეორია მთლიანად დომინირებს არა მარტო ივანიშვილის განწყობებზე, არამედ ამ ქვეყნის პოლიტიკაზეც. მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ, თუ რა წვლილი მიუძღვით ადამიანებს, ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ადვოკატთან ერთად, რომელთან ერთად მოგვიწევს ახლა ჩვენ საუბარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჯერ აღმოეჩინა თავისთავად ეს პრობლემა, რომელიც ივანიშვილის მომსახურე ბანკირმა წარმოშვა და შემდეგ კი ჩამოეყალიბებინა როგორც დაცვის სტრატეგია, ასევე ადვოკატთა კვალიფიციური გუნდი, რომელმაც შეძლო წინაპირობების შექმნა იმისთვის, რომ ეს შედეგები სამართლებრივად დამდგარი იყო. ეს პიროვნება გიორგი ბაჩიაშვილია, ადამიანი, რომელიც ახლა ციხეში ზის სწორედ ივანიშვილის პირად პატიმრად არათუ ითვლება, არამედ არის კიდეც. გავიხსენთ თვითონ როგორ ხსნიდა ისტორიის ამ ნაწილსა და მონაკვეთს გიორგი ბაჩიაშვილი. მე იმ დროისთვის ხელმძღვანელობდი ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემის გადაწყვეტაში. მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა საერთოდ კრედიტ სუისის თანხის გაფლანგვა ივანიშვილის ხარეს, ყოველ შემთხვევაში კრედიტ სუისში მე არ ვიცი ეს როდის აღმოაჩინეს. მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც შეუკრიბეს საერთაშორისო იურიდისტების არმია შეიძლება ითქვას და მე ხელმძღვანელობდი არმიას. მე მქონდა ყველა დეტალი ამ საქმის გარშემო და მე ვიყავი მთავარი მოწმე ორივე სასამართლოში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის მე ხელმძღვანელობდი ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსურ საქმეს. და მე ეს არ მივატოვე, მე მას პირობა მივეცი, რომ ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო, ეს ივანიშვილის სიყვარულით არ გამიკეთებია.
ეს იყო ჩემი დაწყებული საქმე და მე ეს საქმე ბოლომდე ისე მივუყვანე, რომ ყველა სასამართლოში, ყველა პუნქტი, რომელზეც ჰქონდა მას ნაჩვენები, აბსოლუტურად ყველა პუნქტი დააკმაყოფილა სასამართლომ. ბერმუდამაც, სინგაპურმაც. შესაბამისად, მე ჩემი პროფესიული და მორალური ვალდებულებაც ყველანაირი მე ძალიან კაცურად და ბოლომდე შევასრულე. თავის მოვალეობების შესრულების სამაგიეროდ რა მიიღო გიორგი ბაჩიაშვილმა? ვიცით, ის არა მარტო უკანონო პატიმრობაში იმყოფება, არამედ ციხეშივე გახდა ორგანიზებული ფიზიკური ძალადობისა და თავდასხმის ობიექტი და არა მარტო ის მისი ოჯახის წევრების, მშობლების მიმართაც კი სისხლის ამართლებრივი დევნაა დაწყებული, ასე იხდის სამაგიეროს ივანიშვილი გაკეთებული საქმეებისათვის. შევეშვათ ამ შემთხვევაში, კი არ შევეშვათ, უბრალოდ დავიწყოთ საუბარი ადამიანთან, რომელიც ასევე ამ პროცესის მონაწილე იყო წლების განმავლობაში, მასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თუნდაც ამ შედეგში. ამიტომაც მის წარდგენას ძველი სტატუსით დავიწყეთ ბატონ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, თუმცა ბატონი ვიქტორ ყიფიანი უკვე წლებია აღარ ასე ვთქვათ მონაწილეობს საზოგადოებრივ პროცესებში ამ სტატუსით, არამედ ის გახლავთ ჯეოკეისის თავმჯდომარე ანალიტიკური ორგანიზაციის, მაგრამ ბოლოს რაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მოძრაობის ჯერ საქართველოს დამფუძნებელი. მადლობა ბატონ ვიქტორ ჩვენთან ყოფნისთვის და ჯერ საქართველოს თუ ჯერ ივანიშვილის ფული შეიძლება კითხვა ასე დაისვას, რამდენადაც ივანიშვილის ფულზე წვდომის საკითხი გახდა საქართველოსთვის როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა და როგორც ჩანს პოლიტიკის მაფორმირებელი მთავარი ელემენტი. თუ გნებავთ შეაფასდეს სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ალბათ უფრო მეტად ყველას გვაინტერესებს რა როლი აქვს ამ სასამართლო პროცესებს, რა როლი აქვს ზოგადად ამ ფულის ისტორიას, იმ განწყობების ჩამოყალიბებაში და შემდეგ პოლიტიკად ფორმირებაში, რაც ივანიშვილის პოლიტიკის სახით აქვს საქართველოს. ბატონ გიორგი, მე ჩემ ვერსიას შემოგთავაზებთ პასუხის და თქვენ უფლება გაქვთ მე ჩაეძიოთ და კითხვა-პასუხის რეჟიმში გავშალოთ. ესე იგი, დღეს ისი მოწმენი ჩვენ გავხდით, ჩვენ რო ავიღოთ ამ დავის არქიტექტურა, 4 ძირითადი მიმართულება იყო მაგისტრალური. რაც შეეხება ბერმუდას მიმართულებას, თუ ჩვენ რაგბისტების ენას გამოვიყენებთ, ეს მორკინალი მიმართულება იყო, ანუ ბერმუდამ გააკაფა გზა არა მარტო საკუთრივ ბერმუდის მიმართულებით, არამედ მათ შორის სინგაპურის მიმართულებითაც. და გარკვეულწილად საფუძველი ჩაუღარა ორ სხვა მიმართულებას, რომლებიც შეიძლება პრიორიტეტით იმდენად გამორჩეული არ იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კვალ და კვალ მისდევდნენ ბერმუდასა და სინგაპურს. ეხლა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, თუ მე თავისუფლება მინდა შემიძლია მივცე, რომ ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ის გუნდი, რომელიც ამ თემაზე მუშაობდით, მეტად კმაყოფილი ვართ და კმაყოფილი ვართ იმ უბრალო გარემოების გამო, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში ამ საქმეს იმდენად მხარი საფუძველი ჩაეყარა და იურისტები დამეთანხმებიან, რომ პირველ ინსტანციას და აპელაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ კასაციაში რაც ახლა შედგა, ფაქტიურად საქმე შევიდეს, ეს თქვა შემზადებულ ნიადაგზე და ლიანდაგზე. ამიტომ ეს რა თქმა უნდა მეტად სასიამოვნო არის, ეს არის იმ გუნდის შრომის დაფასება, რომელიც ალბათ ბოლომდე ვერ დაფასდა, თუმცა ამ შემთხვევაში ამ შეფასებებს რაც ჩვენ საქართველოში გვესმოდა, ალბათ ახლა მეორადი და მეათე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აი ამ გადაწყვეტილებით, სადაც ეს საქმე ისე დაგვირგვინდა, როგორც დაგვირგვინდა, ყველაზე მკაფიოდ დოკუმენტის სახით ფაქტიურად გაეცა პასუხი იმ აკაცუკურ შეფასებებს, რაც მე პირადად მესმოდა ჩვენი გუნდისა და აქ ჩვენ გუნდზე როცა ვსაუბრობ, ხოლო ჩემს იურიდიულ ფირმაზე არ არის საუბარი, აქ ძალიან წარმომადგენლობითი გუნდის მუშაობდა, რომელმაც ამ საქმეს ეს ნიადაგი გაუკაფა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შემდეგ მოყვა სინგაპურიდან, ეხლა მე ვისმენდი გიორგის ჩვენებას. კიდევ ერთი, რა თქმა უნდა, აუცილებელი აღსანიშნი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ამ საქმეში შევედით, ეს იყო იმდენად არაორგანიზებული მეურნეობა, რომ ამის ფეხზე დაყენებას, cases managements, არაფერს ვამბობ სამართლებრივ ასპექტებზე, ხა ჩვენ ხშირად გვესმის და მოვისმინეთ რა, რომ საქმე იმდენად მარტივი იყო, რომ რა თქმა უნდა, აქ რა იყო თითქოს და გასარჩევი. რა თქმა უნდა, ეხლა საქმე შეიძლება მატერიალურ ნაწილში თითქოს და მარტივად ჩანდა, მაგრამ ვინც ამ სამართლის სისტემას იცნობს და ვინც იცნობს როგორი არის ეს თქვა დავათა სპეციფიკა, რომ არ ყოფილიყო გარკვეულწილად თავდაცვითი ზღუდეები,
რომლებიც წარმატებით იქნა გადალახული არა მარტო სამართლის კონცეფციის კუთხით, არამედ кейსის მენეჯმენტის კუთხით, რა თქმა უნდა, ამ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებდით. და კიდევ ერთხელ მე მინდა ერთი რამ თქვა აბსოლუტურად გულწრფელად. მე მივულოცო მინდა ბატონ ივანიშვილს ბერმუდას მიმართულებით ამ გამარჯვების მიღწევა. ვიმეორებ გამარჯვება, რომელიც არ იყო იოლად მისაღწევი, მაგრამ არის აბსოლუტურად დამსახურებული. და მე მინდა კიდევ ერთხელ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამ საქმესთან მიმართებაში ვინაიდან უშუალო მონაწილე ვარ ჩემ გუნდთან ერთად, ალბათ წარმომიდგენია და ასეთ დაშვებას გავაკეთებ, იშვიათად თუ სადმე რაიმე საკითხთან მიმართებაში ბატონ ივანიშვილს ასე კომფორტულად უგზნია თავი, როგორც ამ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი იმ გამოხდომებზე რომ ვისაუბრე, რეალურად რამ ჩაუყარა ამ საქმის შედეგიანობას საფუძველი კომპეტენციამ, კვალიფიკაციამ, დისციპლინამ, ურთიერთობებში და ძალიან მაღალი რანგის ორგანიზებულობამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ჩემ თავს უფლებას არ მივცემდი ასეთ შეფასებებში, რომ არა ის დიდი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად გვერდიგვერდ მონაწილეობდა. ეს მილოცვა შეიძლება ბევრ სპორტში უხეშად მოხდეს, მაგრამ თქვენი მხრიდან სრულიად გასაგებია, რადგან ეს პირველ რიგში თქვენი პროფესიული კომპეტენციისა და პროფესიული თამოყვარეობის ანაერეკლი და ასახვა, როცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა ალბათ თქვენც იმად რიგებში ხართ, რომლებიც შეშფოთებით ადევნებთ თვალს ზოგადად ივანიშვილის ალბათ ტრანსფორმაციას ამ პრობლემების აღმოჩენის დღიდან მოყოლებული დღევანდელ სიტუაციამდე. მან ბოლო წერილში, რომელიც ადვოკატის სახელით გამოაქვეყნა, უკვე მიუთითა, რომ აი ჯერ კიდევ თურმე 2008 წლიდან მოყოლებული ის არის აი ამ deep state-ის სამიზნე და ეს საქმეც თავის დროზე სწორედ მასზე ზეწოლისთვის დაიწყო. ის ადამიანიც ბანკირი, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა, იყო deep state-ის აგენტი და შემდეგ მათ გაანადგურეს. პირდაპირ ბრალდებებია, რომ მოკლეს და ასე შემდეგ, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და ყველა შემდგომი რგოლი ეს არის იმ დიდი შეთქმულების ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში არის ყველაზე ძლიერთა ამა ქვეყნისათა გაერთიანებული შეთქმულება ივანიშვილის დასაჩაგრად. და ნუ ამდენი წლის განმავლობაში ის ასე მედეგად დგას. ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება შემდეგს. როცა იურიდიულად იწყებით ამ საქმეზე მუშაობას, აი მე ბაჩაშვილს ვკითხე ეს და გიორგიმ თქვა, რომ იმ მომენტისთვის რაღაცა მინიშნებები ან ეჭვები, რომ deep state და ვიღაცა ამას სპეციალურად აკეთებს, რაღაც არ ყოფილა. თქვენს კომუნიკაციაში ხომ არ გიგრძნიათ ეს, იმიტომ რომ თქვენ ცოტა უფრო კიდე მოგვიანობამდე გამოყევით ამ საქმეს. აი როდიდან დაიწყო ამ საქმის უკვე მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური შინაარსით როდის აივსოს? დიახ. მოდით ესე გეტყვით, მე შეხება მქონდა და ჩვენ გუნდს საქმესთან, რომელიც არა მარტო სამართლებრივი დავას წარმოადგენდა, არამედ გარკვეულწილად ანარეკლი არის საქართველოს თანამედროვე ისტორიის. თუ ჩემი პასუხი თქვენთვის ამ ხრივ დამაკმაყოფილებელი არის, თქვენ შეგიძლიათ დაასკვნოთ და ჩვენ მასმენელმა, რომ ეს არ იყო მხოლოდ პროცესუალურ ნორმებზე ან სამართლებრივ ნორმებზე გამავალი თემა. ეს ერთი, მეორე. მე ასევე არა ზედმეტი თამდაბლობისა და ნიშნის მოგების მიზნით წინა ეთერებშიც არაერთხელ მithქვამს, რომ არის პროფესიული ეთიკა და არის პირადი ურთიერთობები, რომლებიც არ გაძლევს უფლებას ისაუბრო გარკვეულ თემებზე, თუნდაც ურთიერთობები დასრულდეს. მესამე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ბევრი რამ არის ცნობილი, არა მარტო საქმესთან დაკავშირებით, არამედ მის მიღმა პერიპეტიებთან. რომ არა ის, ასე ვთქვათ, გარემოება, რაც მე ვახსენე. ეს ყველგანად გეტყვით მაშინ და რა, ასე ვთქვათ, ამიტევა და დავასრულებ ამ თემას. მოკლეზე დავასრულებ. მithქვამს კიდევაც, რომ ამ საკითხის მიმდინარეობას პირობითად რამდენიმე ფაზა ახლდა თან. პირველი ფაზა იყო აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შინაარსისგან და ბოლო ეტაპზე შემოვიდა ისეთი ელემენტები, რაც ჩემი გადმოსახედიდან და ჩვენ ამაზე ყოველთვის პირდაპირ საუბარი ქონდა ჩვენ ყოფილ კლიენტთან, სხვა მინარევების შეტანა იქნებოდა ეს საჯარო განცხადებები. თუ პოზიციონირებაში იქნებოდა თვითონ დავისათვის აზიანო. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ თეზას, რაც არაერთხელ მithქვამს თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ ეხლა მე ვისმენდი დღევანდელ განცხადებას, მოქმედი ადვოკატის და რა თქმა უნდა უდასტურებ ჩემს პროფესიულ პატივისცემას მას, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამზადებდით პრეს განცხადებებს, პრეს რელიზებს, ან მე პირადად გამოდიოდი ეთერში, ძალიან სკრუპულოზურად ვცდილობდი, რომ ის დელიკატური ზღვარი დამეცვა.
და პრაქტიკულად შეფასებები, რასაც ჩვენ მომზადებდით, ყოველთვის ეს იყო ყოველ სიტყვაზე პრაქტიკულად ჭიდილი, რომ ეს მინარევები არასამართლებრივი მინარევებს არ ემძლავრა სამართლებრივ მინარევებზე და კიდევ ერთი და ის მე რომ დღეს აი ბოლო პერიოდის განვითარებას რომ გადავალოთ თვალი თუ რა შეფასებები რა დატვირთვა მიეცა ამ დავას, ჩემი შეთავაზება იქნებოდა ჩემი გუნდის მიმართ ჩვენი დავიდან გამოსვლის შესახებ. დავიდან გამოსვლის შესახებ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან საქმე კეთდება პროფესიულად, პროფესიულ ჩარჩოებში. გულისხმობ თქვენი საადვოკატო პროფესიულ ჩარჩოებში, ან როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ძირითადად მმართველი პარტია და აფილირებული პარტიები იყენებენ ამა თუ იმ დავას და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან დავას. არა მარტო მმართველი პარტია იყენებს, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მაფორმირებელი ნარატივი გახდა ეს. ანუ თავად ივანიშვილმა თქვა კიდე ზღიად, ეს არაფერს ვიგონებთ, მან თქვა რომ სანამ მას არ მის დაუბრუნებენ ამ ფულს, არ მისცემენ შესაძლებლობას მასზე წვდომის, შესაბამისად არ მოხსნის ახალი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს, ანუ ფულზე წვდომა სანამ არ აღუდგება, მანამდე ის ვერ იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ყველაფერი შემდგომ დაშენდა ამას. აი ბოლო წერილი მაინც განსაკუთრებით ამ მხრივ იყო უკვე წარმოსახვის პრაქტიკულ სივრტყეში გადატანა იმ დონეზე, რომ აი 2008 წლიდან მოყოლებული თურმე რაც ხდებოდა ეს ყველაფერი აი ძველი ჩანაფიქრიდან გამოყოლებული ამბავი არის დღემდე. შევეშვათ ახლა ამ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობებს, თქვენს საადვოკატო გამოსვლას. ამ შემთხვევაში გესაუბრებით უკვე როგორც ანალიტიკოს, გესაუბრებით როგორც ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელს, ჯერ საქართველოს ქვია ამას, ხო და ასოციაციურად მეც ბევრი შესაბამისი წინადადება მომდის თავში, მაგრამ ჯერ ბიძინა და თავის ფული თუ ჯერ მართლა საქართველოს რო იყოს პირველ პლანზე ესეთი ფაქტორები პოლიტიკისთვის იქნებოდა ანგარიშგასაწევი ან სხვაგვარად დავსვათ რამდენად აზიანებს და აზარალებს საქართველოს ასეთი მიდგომები ადამიანისგან რომელიც ქვეყანაში განუსაზღვრელ გავლენას ფლობს და მთლიანად აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და სისტემას და ამაზე აგებს თავის საგარეო პოლიტიკას. რა საფრთხეების წინაშე ვართ? ან რა საფრთხეები რეალიზდება უკვე საქართველოში? ამაზე რო გადავიდეთ. მე ნაწილობრივ კითხვაზე პასუხი გაგეცით, როდესაც ვეცადე მეთქვა, რომ ამ საქმის განხორციელებისას ჩვენი ამოცანა იყო არა მარტო პროფესიული მოვალეობების შესრულება, არამედ ვაცნობიერებდით რა იმას თუ ვის წარმოვადგენდით. ეს იყო ჩვენთვის ამავე დროს პირადად ჩემს სუბიექტურ აღქმას აგეხსნით, ეს იყო ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის რეპუტაციული იმიჯისადმი მათ შორის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, კარგად მქონდა გააზრებული ვის წარმოვადგენდი და რაოდენ დელიკატური იყო ის ინტერესები, რასაც მე და ჩვენი გუნდი წარმოადგენდა. ამიტომაც ვიმეორებ ასეთი მასშტაბის დავა, ასეთი განზომილების დავა, მით უმეტეს ასეთ არც თუ ჩვეულებრივ კლიენტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა მოითხოვს იურიდიული გუნდისგან მთელი, ესე ვთქვათ, სპექტრის მხედველობაში მიღებას და არა მარტო სამართლებრივ ჭილში, არამედ მის მიღმა. ეხლა მე გამეყიმა კიდევაც იმაზე, რომ ალბათ მაშინ გუმანითაც ვზნობდი, რომ ეს ჯერ საქართველოს უნდა ყოფილიყო და მე სამართლებრივი დავა, თუმცა ჩვენ ასე თუ ისე ეს ფუნქცია შევასრულეთ და სხვათა შორის შევასრულეთ, მათ შორის იმიტომ რომ მარწმუნებელთან ამ შემთხვევაში მქონდა აბსოლუტურად ღია ურთიერთობა და ის კამათიც რაც მე გიხარით სხვადასხვა wording-თან დაკავშირებით, ფორმულირებებთან დაკავშირებით, ესეც იყო მუშა რეჟიმის შედეგი. მაგრამ ვზნობდი რა, რომ პერიფერიულად ეს მინარევები, ესე ვთქვათ, ძალას იკრებდა და პრაქტიკულად ეს დავა გადადიოდა სხვა სიფრთხეში, ამიტომაც გითხარით, რომ არა ბატონი ივანიშვილის მხრიდან ურთიერთობების გაწყვეტა 2023 წლის მარტში, რა თქმა უნდა, შემდგომ პერიოდში თუ ჩვენ მივიღებთ ამ დავის დინამიკას მხედველობაში, ჩვენ ძალიან სერიოზული პროფესიული და არა მარტო პროფესიული დილემის წინაშე დავდგებოდით. წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანს ის ყველაფერი ჯერა, რასაც წერს, მართლაც. ან წარმოვიდგინოთ, რომ რა თქმა უნდა, არ ჯერა, შეიძლება არ ჯერა, მაგრამ ამას იყენებს თავის ფულზე წვდომის
პროცესში მანიპულირებისათვის. ერთს და ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს მთლიანად ქვეყანას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს მომავალში რეაქციები ივანიშვილთან მიმართებაში მისი სამიზნეების მხრიდან, ხო? აქ ევროკავშირზე და ევროპელ ლიდერებზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ერთადერთი ვისაც ჯერ კიდე უტოვებს შანსს გამოსწორების დავით ივანიშვილი, ეს არის ტრამპი, რომელსაც მიმართავს და ეუბნება, რომ აი ჩემს საქმესთან მიმართებაში შენი მოქმედება იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ მეც და მთელმა მსოფლიომაც გავიგოთ სინამდვილეში deep state-ს ებრძვი თუ deep state-ის ინსტრუმენტი ხარ. ვიცე-პრეზიდენტი მოინათლა უკვე ამ სტატუსით. რა გავლენას მოახდენს და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ქვეყნისთვის? რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს საზოგადოება, მათ შორის პირველ რიგში მისმა მხარდამჭერებმაც? ესე იგი, ეს საკითხი ჩემი მხრიდან რომ განიხილებოდეს მხოლოდ პოლიტიკურ ან ანალიტიკურ სიბრტყეში, რა თქმა უნდა, ჩემთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პასუხის ფორმულირება. მე მაინც გამიგეთ სწორედ და მინდა ჩვენს მაყურებელსაც იგივე ვთხოვო, რომ მაინც ერთგვარად დატვირთული ვარ იმ პროფესიული ეთიკითა და მოვალეობით. მესმის, მე ამ დეტალებზე არ საქმეზე არ გელაპარაკებ. დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტზე. მაგრამ ერთ რამეს გიდასტურებთ, რომ ძალიან უსიამოვნო არის, როდესაც კომერციული დავა, ხას უსვამ კომერციული დავა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ მქონდა სრული წვდომა საქმის ყველა დეტალზე და მასალაზე. ის თუ როგორ მოხდა მისი გაპოლიტიზირება და უფრო მეტიც მისი გეოპოლიტიზირება, რა თქმა უნდა, ეს კომერციული დავის არსს არ შეეფერება. ეს ერთი საკითხი. მეორე, რაოდენ უცნაური არის ის, როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ დავის შედეგებზე, შევდივართ სხვადასხვა კონსპიროლოგიურ თეორიებში და ამ შემთხვევაში ვინ გშველის ჩვენ ამ კონსპიროლოგიურ თეორიების განმუხტვაში თუ არა ობიექტური მიუკერძებული მართლმსაჯულება. ანუ ესეც ძალიან ეს ვთქვათ ნიშანდობლივი გარემოება არის. სხვაგვარად deep state-ი ლონდონის სასამართლოს ვერ აკონტროლებს. სხვაგვარად აი იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც მე შევაფასე ისე როგორც შევაფასე, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო ტერმინოლოგიას გვაწვდის ხოლმე მართველი პარტია და მასთან დაკავშირებული წრეები, აი ფიციმს და ბოლო მაგვირებს ფაქტიურად აი ეს შედეგი მიიღეს მათ. ძალიან საინტერესო არის ახლა რა თქმა უნდა როგორ მოხდება ამ დავის შემოტრიალება ჩვენ გარკვეულწილად განცხადებაში, ჩემი კოლეგისა ვიხილეთ ერთგვარად აი გეგმა B, როგორ შეიძლება მისი გადათამაშება. სხვათა შორის ერთი გარემოება, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალიან მოკლეზე. ეხლა როდესაც საუბარი არის თანხებზე წვდომის კუთხით. ნუ კარგით, ეხლა ჩვენმა გუნდმა წასვლში თავისი ფუნქცია შეასრულა, ეგზა გაკვალა, ბერმუდაზე გადაწყვეტილება შედგა და ნუ პრაქტიკულად ეხლა საუბარი არის თანხის სამოღებაზე. ჩვენ გვესმის, რომ რაღაც მოსაზრებებით ეს თანხა, ამ თანხაზე წვდომა არ შედგება. ამავე დროს ჩვენ რომ ვნახოთ დეკემბრის წასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონ ივანიშვილს დაედო ის შეზღუდვების სანქციები, თუ ჩვენ ჩავსვდებით ამ wordings, ფორმალურად ეს შეზღუდვა ამ wording-დან არ გამომდინარეობს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც დასათაურებული არის როგორც გენერალური ლიცენზია, ანუ ნების დართვა გარკვეულ ტრანზაქციებზე. იქ არის ეს თქვა ერთგვარი შეზღუდვები. ეს შეზღუდვები ეხება პირდაპირ ტექსტით სინგაპურში მიმდინარე დავას, რაც ჩემთვის გაგვირებას იწვევს რატო სინგაპური და მაშინ ბერმუდა არა. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა გარიგებებს, მათ შორის ბერმუდასთან დაკავშირებით, საუბარი არის იმ კომპანიებზე, სადაც ბატონ ივანიშვილი არის ან 100%-იანი მესაკუთრი, ან არის მესაკუთრი 50%-ის წილის ფლობით ან მეტით. და საუბარი არის იმაზე, რომ აქაც ამ შემთხვევაში ტრანზაქციები არის ნებადართული გარდა გარკვეული შეზღუდვებისა, თუ ეს შეზღუდვებში ამ შეზღუდვებში არ არის მოხვედრილი ის კომპანიები, რომლებიც ან თანხის რეციპიენტები უნდა გახდნენ, ან გარიგებაში უნდა შევიდნენ. ამდენად ის სატრასტო კომპანიები, სადაც ბატონმა ივანიშვილმა უნდა მიიღოს ბერმუდის შედეგად, ბერმუდის დავის შედეგად თანხები, თუ ესენი არ არის განწესებული და მოხვედრილი სასანქციო სიაში, მაშინ ფორმალური საფუძველი ამ თანხაზე წვდომის
ფორმალური ვიმეორებ არ უნდა არსებობდეს. თუმცა ბანკები მაინც უფრო ფრთხილად უდგებიან მაგ სანქციის შინაარსს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა ჩვენ საუბრობთ დოკუმენტის ინტერპრეტაციაზე. ამიტომაც ჩემთვის გაგვირობას იწვევს, რომ შესაძაც არის ფორმალური მხარე, მაგრამ ჩვენ გვესმის წინსწრებით გარკვეულწილად ის განცხადებები, რომლებიც გვესმის. თქვენი განმარტებებიდან გამომდინარე, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ თავად შეერთებულმა შტატებმა დაუტოვა გარკვეული სივრცე და მიცა გარკვეული დრო თავად ივანიშვილს ძირითადი შენიშვნების გათვალისწინებით, რასაც ეყრდნობა თავად ამ სანქციების აუცილებლობა. მე შესავიკითხე რა არის ეს, რა შესდებენ მას ბრალს ამ თვალსაზრისით, რომ ამის გამოსწორება, ამის კორექტირება დაიწყოს იქამდე, სანამ შეერთებული შტატები გახდება იძულებული ბოლომდე მკაცრი სანქციები მიიღოს და უკვე არანაირი გამოსავალი მას არ დაუტოვოს. ბატონ გიორგი, კიდევ ერთხელ თუ ჩვენ შავორმავდებით დეკემბრის დოკუმენტს და გავაანალიზებთ ძალიან პედანტურად. ეს არ არის მთელი დოკუმენტი, ეს არის ნახევრად გვერდიანი დოკუმენტი, თუმცა მისი ენობრივი კონსტრუქცია არის საკმაოდ რთული. მაგრამ თუ ჩვენ შავორმავდებით, შეიძლება ეხლა ჩვენ რაც აღწერეთ ეგ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე არ გაწირეს მარტივად რო თქვა მოსახლეობის გასაგებ ენაზე, მაგრამ ეს ხო შემთხვევით არ გაუკეთებიათ, შეეძლოთ მაშინვე გაეკეთებინათ, როგორც ხვებს უკეთებდნენ. დაუტოვეს დრო და ახლა ჩვენ ვიცით ეთერში გქონდა აქ მათ შორის ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში კონკრეტული ფაქტები, როგორ თანმიმდევრულად ახდენს ივანიშვილი თავისი წილების დაყვანას ან ოჯახის წევრების 50%-ზე ნაკლებ რაოდენობებზე, რომ არ მოექცეს სასანქციო ბადეში, ასე ვთქვა. იმის თქმამიდა, რომ მე გეთანხმები თქვენ, რომ თვითონ დოკუმენტი სამომლაპარაკებლო სივრცეს ტოვებს. ეს ვინმეს მოწონს პოლიტიკურად თუ არ მოწონს, ფაქტია, რომ ამის სივრცე დარჩენილი არის. ბატონ ვიქტორ, თქვენ მივლინებაში ბრძანდებოდით და ვიცი რომ გასულ კვირას არ ქონდათ შესაძლებლობა კომენტარი გაეკეთებინათ. ვიცი რომ უნგრეთში იყავით თუ არ ვშთები, საინტერესოა რატო იყავით, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ აინტერესებს. ასე ვთქვათ, ბატონ ივანიშვილის გარემოცვას, რადგან პაპუაშვილის განცხადებით და სხვებისაც პირდაპირ მინიშნება ბრალდების სახით იქნა წამოყენებული თქვენთან მიმართებაში, რომ ერთ-ერთ გავლენიან ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის უკან დგახართ თქვენ რამდენადაც ადამიანი, რომელმაც კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაღაცით კავშირში არის თქვენთან თანამშრომლობის კუთხით და ითქვა, რომ აი deep state-ის დავალებით ამ შემთხვევაში ბატონი ვიქტორის, ესე ვთქვათ, ვიქტორ ყიფიანის მონაწილეობით ეს პროცესი მიმდინარეობს და მოკლედ თქვენ ხართ ჩაბმული ქვეყნისადმი და ბიზნეს ივანიშვილი ძირგამომთხრელ საქმიანობაში. მინდა რომ მაინც უპასუხოთ თუ გაქვთ სურვილი. ხო, დღეს რომ ასეთი კომპლიმენტი არ მიიღო, ასეთი შეფასება, მაშინ შეიძლება გეწვინოს კიდევაც, რომ რატომ უყურადღებოდ დაგტოვეს. ეხლა რაც შეეხება უნგრეთში მგზავრობას, აქაც რომ ვთქვათ, ხუმრობის უფლება მივცე თავს, რომელი თავმოყარე ქართველი დღეს უნგრეთში არ დადისო, მაგრამ ვთქვათ, სერიოზულად თუ მიუდგებით თემას, არის გარკვეული პლატფორმა, რომელიც რუსეთის საზღვრისპირა ქვეყნების გეოპოლიტიკური სცენარებით არის დაკავებული. ეს იყო მერვე შეხვედრა და მე რეგულარულად ვიღებ ამ შეხვედრებში მონაწილეობას. ეს ჩემთვის აკადემიურად, თეორიულად, საექსპერტო გადმოსახედიდან ძალიან საინტერესო პლატფორმა არის, იმიტომ რომ საქართველოსთან ერთად იქ არიან მოლდოვას წარმომადგენლები, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რა თქმა უნდა ამ აზრთა, ასე ვთქვათ, შეჯერება შენ საშუალებას გაძლევს, რომ უნგრეთში რო იმართება თავისთავად პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში იმართებოდა. ეს თბილისშიც გაიმართა თავის დროზე და ამჯერად უნგრეთი შეხვდა წილწილად, უნგრეთი ამოვიდა ბუდაპეშტი როგორც ასეთი. ეხლა რაც შეეხება ამ განცხადებას, ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ამ განცხადების ირგვლივ შეფასება შედარებით უმნიშვნელო ელემენტებად და მნიშვნელოვან ელემენტად. უმნიშვნელო არის ის, რომ ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, მისი ავტორი არის დიახ ადამიანი, რომელიც არის GeoCases მშეველთა საბჭოს წევრი, მაგრამ ის პუბლიკაცია, რომელიც მან გამოაქვეყნა, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელ სტატუსში შესრულებული. ეხლა ალბათ ქართული ოცნების გადმოსახედიდან გაუგებარი არის ბუნება შემოქმედებითი თავისუფლებისა, ავტონომიისა და დემოკრატიულობის. ეს ერთი საკითხი, რაც აღსანიშნავი არის. მეორე, სტატიაში გამოყენებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად საჯარო ხასიათის. ანუ ის ფაქტები, რაც მან მოიყვანა, არის სახსტატიდან და საჯარო რეესტრიდან წამოღებული ინფორმაცია. ამდენად აქაც განსაკუთრებული საიდუმლოება არ იყო. მეტადრე, ეხლა დაკავშირება ამ წერილისა და სტატიისა და შემდგომ ევროპის ახლო პარტიის წერილის, ეს არის ისეთი, ასე ვთქვათ,
ჯადოსნური ინსინუაცია, რომ ახაც კომენტარში შესვლა ზედმეტი არის, მაგრამ თავარი რაც ალბათ აღსანიშნი არის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ისევე როგორც სხვა მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან, ასე ხელაღებით ტერმინების გამოყენება სამშობლოს ღალატი, ეროვნული ინტერესების ღალატი, ასე ეს თქვათ ის ყოველგვარი საფუძვლის ყოველგვარი ესე თქვათ არ მგონია რომ გაგვირგვინებს ფაქტის გარეშე აკნინებს თვითონ ამ კატეგორიის როგორც სამართლებრივ ცნებას ასევე პოლიტიკურ ცნებას და კიდევ ერთი რაც აუცილებლად აი სწორედ აქამდე მინდოდა დასკვნდა მისულიყავი რომ ეს იდეოლოგია რომელიც საერთოდ საქართველოში ვითარდება მტრის ხატის შექმნის როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ეხლა ჩვენ რო ისტორიული პარალელები გავავლოთ წინა საუკუნესთან ეს არა მარტო ის ქვეყნები ავნო რომლებიც ამ ნარატივს ამ იდეოლოგიას ანვითარებდა არამედ მსოფლიო და კონტინენტებიც გახვია ცეცხლის ალში ეხლა საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ერთი დიდი შეღავათი გვაქვს რომ საქართველო არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა რომ ასეთი იდეოლოგიით სხვა ზიანი მიაყენოს მაგრამ საკუთარ თავს რომ მიაყენებს ზიანს ამის თქმა გარანტირებულად შეიძლება აღარ დაგისვათ შეკითხვას, იმიტომ რომ გასაგებია ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენზე შეტევა დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უკვე მოინიშნეთ იმ სამიზნე ადამიანების სუბიექტების, მათ შორის ორგანიზაციულად კატეგორიაში, რომლებიც კოლექტიური ნაცმოძრაობის, deep state-ის აგენტების და ხალხის მტრების, ესე ვთქვათ, ნარატივის შემადგენელი ნაწილი უნდა ყო. ალბათ მზად ხართ ამისთვის, რადგან საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბეთ და საჯაროთაც თქვენს მოსაზრებებს გამოთქვამთ. ხო, ჩვენთვის თავარი რა არის ამ შემთხვევაში? ჩვენთვის თავარი არის კონდეს აუდიტორიის მხრიდან ნდობა. ჩვენთვის თავარი არის არ ვღალატობდეთ ჩვენს პროფესიულ და მოქალაქეობრივ სტანდარტებს. რაც შეეხება სტანდარტებისა და გემოვნების თამასას, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ ზოგიერთი ამხანაგი, მე მეგობარსაც ვერ უწოდებ მას და ბატონს, ეს იმდენად დახვეწილი სტანდარტი არის და თამასა, რომ მისი დაკმაყოფილების არც სურვილი გვაქვს და არც შნო გაგვაჩნია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ ყიფიანს, დაამშვიდობები მე მას ჯერ